მედიცინის ახალი პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, მათ შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღონ მაღალი სტანდარტის ევროპული განათლება, მიიღონ ევროპული უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც მათ კარიერული განვითარების სრულად ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. ჩვენ ასე ველოდებით უცხოელ სტუდენტებსაც ამ პროგრამაზე, ძალიან აქტიურად განვითარდება გაცვლითი პროგრამები. ნეაპოლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ცხოვრობენ და ისწავლიან ჩვენს კამპუსზე. სამაგერად ჩვენი სტუდენტები, ქართველი სტუდენტები მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში ცხოვრობენ და ისწავლიან ნეაპოლის უნივერსიტეტში. დღევანდელი კონფერენციის თემატიკას, რომელიც ეხება ინტერნაციონალიზაციას, გულისხმობს სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც განვითარების სრულად ახალ პერსპექტივას სთავაზობს როგორც უნივერსიტეტს, ისე ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამ ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს და ჩართულია იტალიის საელჩო. 13 იტალიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი არის დღეს ჩვენთან სტუმრად, 14 ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენთან. ეს პროგრამა ხელშეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას და გაზრდას იმ მიმართულებით, რომ დაინტერესდებიან, რა თქმა უნდა, სტუდენტები. ეს მნიშვნელოვანია ასევე აკადემიური პერსონალის ჩართულობის თვალსაზრისითაც. ორი ქვეყნის თანამშრომლობა ერთგვარად არის კულტურული ხიდი გარკვეულად ხარისხის ინტერნაციონალიზაციის, განათლების ხარისხისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით, რომელიც სამომავლოდ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ პოტენციალს გააჩენს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა იყოს უფრო მჭიდრო იტალიასა და საქართველოს შორის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის და ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი მთლიანად ქვეყნისთვის. ვინაიდან საფუძველი ეყრება ისეთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც სამედიცინო განათლების მიმართულებით ერთ-ერთი მძლავრი საგანმანათლებლო ცენტრი ყალიბდება და რომელიც არამსუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შეძლებს, რომ იყოს ფლანგმანი, ერთ-ერთი მთავარი აქტორი იმ საქმეში, რასაც ქვია მაღალკვალიფიციური ექიმების მომზადება. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაიზრდებიან ექიმების თაობები, რომლებიც შეძლებენ, რომ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანები იყვნენ და იმავდროულად თქვენ თავიანთი მნიშვნელოვანი სიტყვა ამ სფეროში. განსაკუთრებულად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს და მსგავსი წარმატებები, რომელიც აქვს ამ დაწესებულებას, არის რეალურად ის დადებითი ნაყოფი, რომელსაც ყოველდღიურად ვიმკით იმის შედეგად, რასაც ქვია ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, უმნიშვნელოვანესი კვლევმოქმედება და უმნიშვნელოვანესი წარმატებული ნაბიჯი ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. Today I'm very happy to be here for the first conference in internationalization of university between Italian universities and Georgian universities. It's a way to reinforce the extreme good cooperation we have from these two the university of our both countries. This is also demonstrated by the fact that we are inaugurating today two new faculties. One is in design and the other one, very important, in medicine with the Italian University Federico II di Napoli. These two faculties will give the opportunity to Georgian students to study here in Kutaisi, to the International University of Kutaisi, and to obtain a degree which will be recognized also in Italy for designers, but most importantly for medicine. This shows again how important are the relationship with our two countries and two people.